მოგესალმებით ჩემო მსმენელებო, მე გიბრუნდები სპორტული სიახლეების მე მინდა სპორტის შესახებ განახლებული ინფორმაციები მოგაწოდოთ. ასე შემდეგ დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ლა ლიგის მორიგი ტური შედგა გუშინ ვირიარეალმა ალავეს მოუგო. ვირიარეალმა ძალიან საჭირო ქულები ჩაიწერა, 51 ქულა მოუგო და უკვე მესამე პოზიციაზე. მადრიდის რეალს სულ რაღაც 4 ქულით ჩამორჩება. მადრიდის რეალი მეორე პოზიციაზე 45 ქულით იმყოფება. პირველ პოზიციაზე კი კატალონიის ბარსელონა, ჩემპიონი ბარსელონა ჩამორჩება მადრიდის რეალი 4 ქულით. ეხლა დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ყველას აინტერესებს და ძალიან უყვართ ამ მატჩის ყურება, მორიგი კლასიკო გველის თბილისის დროით 11 საათზე და მე პრინციპში ვიტყვი ძალიან დრამატული და დაძაბული მატჩი გამოვა, მაგრამ არ ამგონია რომ პენმევამდე მივიდეს საქმე. აქედან გამომდინარე ორივე გუნდს შეიძლება 50-50 კონდეს შანსები, ძალიან თანაბარი თამაში წავიდეს, არა ისის გამორიცხული ჩაკეტინი თამაში ვიხილოთ, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნები, პენმევამდე არ მივა საქმე. როგორც მოგეხსენება, შანშან კატალონიის ბარსელონამ ძალიან საუკეთესო შედეგი დადო კარლო ანჩელოტის პერიოდში, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობის მადრიდის რეალმა ძალიან საშინელი მატჩი აჩვენა ესპანეთის სუპერთასზე, 2-5 განადგურდა. ეხლა კი სტატისტიკას მოგაწვდით, ბარსელონას სულ კლასიკოდან 100 მოგებული, მადრიდის რეალს კი 105. დღეს ბარსელონა მოგების შემთხვევაში ამ სტატისტიკան გაიმჯობესებს და სულ რაღაც 52 მატჩი აქვს ფრე ნათამაშები ამ ორი გუნდს. ამ ორ გუნდს 52 კლასიკო ფრე დასრულდა მხოლოდ. ეხლა კი როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ სიტიმ ინგლისის თავზე სრული სიგიჟე ჩაიდინა, 10-1 გაანადგურა მეტოქე და მანჩესტერ სიტიმ დიდი ნაბიჯი გადადგა, რომ მე ფინალში გაინახდა პლეი-ოფის სახით თამაშის უფლება. ეხლა კი როგორც მოგეხსენება, დღეს თბილისის დროის ასევე მილანის ინტერი და ნაპოლი 22 საათზე და 45-ზე შემოგთავაზეს სპორტ ერთ-ერთი არხი.